ალბათ ყველას ქონია ერთხელ მაინც ასეთი კოშმარი. Შეცდომით ცოცხლად გმარხავენ, იღვიძებ მიწის ქვეშ ჩაკეტილ სივრცეში და ჰაერი გითავდება. გაქცევის გზა არ არის. მარტო ეს აღწერაც კი შემზარავია. თუმცა წარსულში ცოცხლად დამარხვა ხშირად გამოიყენებოდა როგორც სიკვდილით დასჯის ფორმა, მაგრამ ხანდახან ეს შეცდომითაც ხდება, მაგალითად როცა ადამიანი კლინიკური სიკვდილის ან კომურ მდგომარეობაშია. დღეს ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ამ ამბებს კარგი დასასრული აქვს. მაშასე, წავედით. Მხოლოდ ერთი შეხედვაც კი საკმარისია მარჩინისთვის, რომ მივხვდეთ. მას სპორტული წარსული ჰქონდა. წლები გაატარა სპორტდარბაზში, იდეალური ფორმის მისაღწევად. და ერთხელ ეს ფორმა ნამდვილად გამოადგა, თუმცა სამწუხაროდ არა დიდებული მიზნებისთვის. მარჩინი და მისი მეგობარი გოგონა მიხალინა წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ და მასთან ერთად მარჩინის ახალი ჰობის გამო ყველაფერი აირია. მალე ბიჭი ანაბოლურ სტეროიდებზე დამოკიდებული გახდა, რაც მასში ხშირ და მოულოდნელ აგრესიას იწვევდა. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ მიხალინა თავის ცხოვრებაში აღარ უნდოდა და მოიფიქრა საშინელი გეგმა. მარჩინმა შესთავაზა ერთად წასულიყვნენ სავაჭრო ცენტრში. თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, არაფერი საეჭო, მაგრამ მაღაზიებამდე ვერც კი მივიდნენ. როდესაც მიხალინა წასასვლელად ემზადებოდა, მარჩინმა მას ორჯერ დაარტყა ელექტროშოკი. შემდეგ პირი აუხვია და მისი სხეული მუყაოს ყუთში მოათავსა. შემდეგ ბიჭმა ჩადო მანქანაში ყუთი, წავიდა ტყეში და ცოცხალი მიხალინა დაბალი საფარის ქვეშ მიწაში დამარხა. მას მიწის გარდა ზემოდან 40 კილოგრამიანი ხის მორი დაადო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა გაქცევას. მაგრამ მიხალინა არ დაიბნა. ერთადერთი რაც თან ჰქონდა იყო ნიშნობის ბეჭედი. ბეჭდით ჯერ ფეხები გაითავისუფლა, წებოვანი ლენტი გახია, შემდეგ კი ყუთი გაჭრა. ნახევარსაათში სველი და ტალახში ამოსრული მიხალინა მიწიდან ამოვიდა და ავტომაგისტრალზე გაიქცა დახმარების საძიებლად. სასამართლომ მარჩინს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მან კი განაცხადა, რომ მხოლოდ მიხალინას შეშინება უნდოდა. გასაოცარია, მაგრამ თითქმის ყველა მოძალადე ერთნიშნულს იზიარებს. მათ ხშირად შესაშური ფიზიკური ფორმა აქვთ, რადგან კუნთები ძალადობაში უპირატესობას აძლევთ. კიტ ჰიუზის ისტორიაც ასეთია. რამდენიმე წლის წინ მისი საცოლე სტეისი გილა გადაურჩა მის მიერ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას. ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ისინი სანაპიროზე სეირნობდნენ, როცა კამათი მოუვიდათ და კიტი სტეისის დახრჩობას შეეცადა. კიტი 90 კილოგრამიანი კუნთოვანი კაცი იყო, სტეისი კი მხოლოდ 160 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა. გოგონა მალევე უგონოდ დაეცა. გონს რომ მოვიდა, მიხვდა რომ მიწაში იყო. გარშემო მხოლოდ ტოტები, ფოთლები და ტალახი იყო. ის მიწაში დამარხა. შიშისგან ვერც კი მოძრაობდა, ვერც კი სუნთქავდა. მერე მიხვდა რომ ან ახლა, ან არასდროს. ჩხილებით დაიწყო გათხრა და რამდენიმე წუთიანი ბრძოლის შედეგად ამოძვრა მიწიდან. მას მძიმე ტრავმები ჰქონდა, დაზიანებული ყელი, ფილტვები, პირი და ენა. მას ორკვირიანი ხელოვნური კომა დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კიტი, რომელმაც გოგონას მანქანაც კი დაამტრია მოგვიანებით, დააკავეს. სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მით უმეტეს ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა ძალადობის. საშინელ რეალობას მხოლოდ სერიალებში რომ ვაწყდებით ხოლმე, ლოშელ ნენსი 8 წლის ასაკში პირადად შეეჯახა. სწორედ ამიტომ მიიღო მეტსახელი, სასწაული გოგონა. მისმა ნათლია ლიზამ, რომელიც დედის მეგობარი იყო, ერთ დღეს დაინახა ეზოში ძველი მანქანა, რომელშიც მისი შვილის მეგობარი მელაგრა კანინგი იძინებდა. ლიზამ შეიბრალა ის და სახლში მიიპატიჟა. მელაგრა მალე ოჯახის წევრი გახდა, ბავშვებთან ერთად თამაშობდა, საქმეებში ეხმარებოდა და კონსოლზე თამაშიც უყვარდა. ერთ ღამეს, როცა ლოშელი ნათლიასთან რჩებოდა, გოგონა მოულოდნელად გაუჩინარდა. ლიზამ დედას დაურეკა, პოლიციაც მევიდა. მელაგრამ განაცხადა, რომ უცნობმა კაცმა შეაღწია სახლში და გოგონა გაიტაცა. მან თქვა, რომ ცდილობდა დადევნებას, მაგრამ ვერ მოახერხა. თუმცა პოლიციას ეს ვერსია საეჭო მოეჩვენა. რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ოფიცრები ქალაქის ნაგავსაყრელზე მოხვდნენ, სადაც იპოვეს ბავშვის ტანსაცმელი. ერთ-ერთი კონტეინერის შიგნით ბეტონის ნამსხვრევის ქვეშ თავით დაბლა დაწოლილი იყო უგონო მდგომარეობაში ლოშელი. გოგონა რომ ცოცხალი იქნებოდა, აღარავინ იყო ამაში დარწმუნებული. ბოლოს და ბოლოს საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და კონტეინერის სახურავის და ლოშელს შორის 90 კილოგრამიანი ბეტონის ნამსხვრევი იყო. მაგრამ პოლიციელები გაოგონდნენ, როცა გოგონამ თითები შეარხია. სიცოცხლის ნიშანი ჩანდა. ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს ექიმები, რომლებმაც თქვეს, რომ ბავშვის სიკვდილამდე დარჩენილი იყო მხოლოდ 20 წუთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მელაგრა, რომელიც თითქოს კეთილი იყო, სინამდვილეში საშინელად იქცა. სასამართლომ მელაგრა 50 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მხოლოდ 17 წლის იყო.
შემდეგი ისტორია ერთ უბრალოდ ჭეშმარიტებას ამტკიცებს. სკოლაში უსაფრთხოების გაკვეთილები უნდა ისწავლოთ. არასდროს იცი როდის გამოგადგება. ალიას მშობლებს აზრათაც კი არ მოუვიდოდათ, რომ ჩვეულებრივი ზღვისპირა გასეირნების დროს შეიძლებოდა ასეთი საფრთხე დამუქრებოდა. არავინ არ ელოდა უბედურებას და მით უმეტეს ოკეანისგან, რადგან ბავშვი წყალში არც კი შესულა. ხაფანგი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ქვიშის გამოქვაბული, რომელიც 5 წლის ალისამ კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროზე თავისი დააშენა. გოგონა თამაშობდა, მშობლებმა კი ცოტა ხნით სხვა რამეზე გადაიტანეს ყურადღება და სწორედ ამ წამებში პატარა ქვიშის მღვიმე ჩამოინგრა და გოგონა შიგნით ჩაიმარხა. საბედნიეროდ ახლოს იყო 11 წლის ბიჭი, კონორი, რომელმაც დაინახა გოგონას დარჩენილი ნივთები და მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. მან სწრაფად დაიწყო თხრა. ჯერ სხეული გაუთავისუფლა, შემდეგ კი თავი. გოგონა უგონოდ იყო. კონორი არ დაიბნა. ადრე ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, როგორ კეთდებოდა გულზე არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა. რამდენიმე წამში ალისას მშობლებიც მოვიდნენ ადგილზე და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მაგრამ როცა სასწრაფო დახმარება მივიდა, გოგონა უკვე გონზე იყო. კონორის გარეშე მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ფერმერული ცხოვრება მშვიდი ჩანს მხოლოდ გარედან. აიოვა შტატიდან ერკ ბეიკერი ამბობს, რომ ის უამრავ საფრთხეს მოიცავს და მისი გამოცდილება ამაზე ნამდვილად მიუთითებს. რამდენიმე წლის წინ იგი თითქმის დაიხრჩო მარცვლეულის საწყობში, როცა 2000 ტონა სიმინდიდან გაფუჭებულების ამოსუფთავებას ცდილობდა. ეს მისთვის ჩვეულებრივი ამოცანა იყო, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ერთ მომენტში მის ქვემოთ ჰაერის ბალიში გაჩნდა, რაც ქმნის ჭაობის ეფექტს, რაც უფრო ეცდები გამოსვლას, მით უფრო გითრევს ქვემოთ. რამდენიმე წამში ერკი მთლიანად დაფარა სიმინდმა, სუნთქვაც კი გაუჭირდა. დამხმარე არავინ იყო, მამამისი ქალაქში იყო წასული. მხოლოდ ერთმა ფაქტორმა გადაარჩინა. მას სუნთქვის სპეციალური ფილტრი ეკეთა, რომელიც მტვრისგან იცავდა. ის ცოცხალი დარჩა მთელი 10 წუთის შემდეგაც კი, რაც ექიმების თქმით სასწაული იყო. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მამა დაბრუნდა. სწრაფად მიხვდა, რომ შვილი დაკარგული იყო და მოძებნა საწყობში. შვილს თოკი ჩაუგდო, მაგრამ ერკი იმდენად ღრმად იყო, რომ ვერ ამოაღწია. მალე ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მივიდა. ერკის ამოყვანას 3 საათი დასჭირდა. ბოლოს ყველაფერი დასრულდა მხოლოდ ფეხის მსუბუქი ტრავმით, რამდენიმე ნაკაწრით და თოკისგან გამოწვეული დამწრობით. ჩვენი დღევანდელი ვიდეო მთლიანობაში დასასრულს მიუახლოვდა. თუ კი მოგეწონა ეს ისტორიები, მაშინ გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.